მოგესალმებით ქალაქ ფოთის ნომერ 1 საჯარო სკოლის მე-11-მე კლასის მოსწავლეები შორენა აბზენდელი კოპიენდი და გვინდა წარმოგიდგენთ 11 თაყაიშვილთან დაკავშირებული მცირედი ინფორმაცია, რათა მისი ღვაწლი დამწყებას არ მიეცეს. 11 თაყაიშვილი დაიბადა სოფელ ლიხაურში, ასევე სიმონ თაყაიშვილის ოჯახში, სადაც უკანასკნელი რუსეთის ჯარში მსახურობდა. 11-ის და ნინო თავად გიტელი და ნაკაშის ასული იყო. 11-ის ჰყავდა და ვალიისა და ძმები ნიკო და ვარლამი. 3 წელს მარცხი შეემთხვა 11-ის. 11 თაყაიშვილი იხსენეს ბავშვობაში მიცილთი ვიყოფილვარ. 3 წლის სახეზე გამსულვარ. გადმოვარდნილობა მარჯვენა ფეხი მომიკეთია. 11 მთელი ცხოვრების მანძილზე ხელჯოხზე დამღები დადიოდა. შეგვიძლია 11-ის დაბადების შემდეგ მალევე გარდაიცვალა. 11 თაყაიშვილი ქართული საგანძურის თავდადებული მცველი, დიდი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, თავიდანვე სწავლის მოყვარული ბავშვი იყო. სრამაზურ სასწავლების დამთავრების შემდეგ იგი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩაირიცხა და სწავლა ვერცხლის მედალზე დაასრულა. შემდეგ კი პეტერბურგის უნივერსიტეტში ჩააბარა ისტორიულ ფილოლოგიურ ფაკულტეტებზე. პეტერბურგიდან 11 კანდიდატის ხარისხი დაბრუნდა თბილისში. თბილისში ჩამოსული 11 აქტიურად შეერთო მეცნიერულ, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. უმთავრესი მიზნად მან დაისახა მასალების შეკრება საქართველოს ისტორია არქეოლოგიისათვის. 1899 წელს დაარსა საქართველოს საექსარქოსო მუზეუმი, სადაც თავს უყრდნიან ძველ საეკლესიო წიგნებს, ხელნაწერებს და სხვადასხვა ნივთებს, მუშაობდნენ საქართველოს ეკლესიის ისტორიის შედგენაზე. თავად 11 წელს საზოგადოების წევრი რომ გაქვთ მივიხეთ შევიტყვე რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არ ყავდა და ძალაუნებურად მოკიდე ხელი დავუწყე პატრონება. მერე თანათან გამიტაცა შემოყარა და ვიწყე სრულიად დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე. თან ახალ-ახალსაც ვაგროვებდი, შემოწერული აღარ ვჯერდებოდი. საზოგადოების ხარჯზე შეძნას დავიწყე. 14 კუთხეში მიმოწერა გავაჯახე, აგენტები გავეჭინე. საქართველოს დავიარე და დავინახე თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისათვისაც. პირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მით უმეტეს რომ ჩემ თანამედროვეთა განახარავენ მისევდა ამ საქმეს. რამდენს მცდელობდი, რასაც ვკიდებდი ხელს, მაგრამ რა მაინც ვერ მოვასწარი. არ იყო ხალხი თითოეულა კაცის მეტი არ აკარებოდა ამ ასეთ საქმეს. არ ესმოდათ ამის მნიშვნელობა და გემო. რუსველის გამზირესებასა და პოპულარული სტატია წიგნების კითხვას, ან ლიტერატურულ კამას იქით აღარ მიდიოდა მათი მონდომება. თითქოს ყავდა ინტელიგენცია, მაგრამ ნამდვილად და ღრმად ვერ ამოხდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მულა პატრონობის და ადგილობრივი შესწავლის აუცილებლობას. 11 თაყაიშვილი იყო ერთ-ერთი აქტიური მემკვიდრე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. მასავე უდიდესი როლი ითამაშა 1918 წლის თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში. 1985 წელს რეჟისორმა რეზო თაბუკაშვილმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი მის შესახებ. 11 თაყაიშვილის მუზეუმია განთავსებული მის უკანასკნელ საცხოვრებელ ადგილას თბილისში ვაშლოვანის ქუჩის 7 ნომერში და აგრეთვე მისი მუზეუმია აშენებული თაყაიშვილის მშობლიურ სოფელში ლიხაურში, სადაც ყოველი წლის 16 იანვარს 6 მეობას აღნიშნავენ. 11 თაყაიშვილის სახელს ატარებს გურიანთა ბაშნარის მუზეუმი ნაკრძალი გურიაში. 2013 წელი იუნესკოს გიგით 11 თაყაიშვილის საუბილეო წლად გამოცხადდა. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ის წმინდანად შეიწყა. დიდი მეცნიერი 1953 წლის 21 თებერვალში უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა. მის დაკრძალვას მხოლოდ 40-მდე ადამიანი დაესწრო. დაბადებიდან 100 წლის თავზე 11 თაყაიშვილის ნეშტი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს. რა იცის საზოგადოებამ 11 თაყაიშვილის შესახებ ჩვენმა მეგობრებმა კითხით ფოთოლ საზოგადოებას მიმართეს. მოგესალმებით ქალაქ ფოთის ნომერი 1 საჯარო სკოლის მე-11-მე კლასის მოსწავლეები ნათია წულაია და მარიამ კოფიანიდი. ჩვენ წარმოგიდგენთ თუ რამდენად იციან ქალაქ ფოთში 11 თაყაიშვილისა და მისი ღვაწლის შესახებ. ცნობი დავისვა რომ ვიცი რომ საქართველოს არასდროს გადაარჩენს. შეიძლება ითქვას 11 თაყაიშვილზე რა ვიცი. მე პირადად ყველაზე ძალიან ასე ვთქვათ მადლმოსილი და დამსახურებული ადამიანი იყო, მაგრამ მე პირადად ყველაზე მეტად გამოყოფდი მის ღვაწლთან ქართული საგანძურის გადარჩენას. რა იცით 11 თაყაიშვილის შესახებ? 11 თაყაიშვილის შესახებ. 11 თაყაიშვილი იყო ადამიანი, რომელმაც ჩამოიტანა საზღვარგარეთ და განძი და თვითონ უჭირდა და ერთი ოქროს ერთი მონეტაც კი არ მოუპია იმისთვის, რომ თავისთვის გამოეყენებინა და სულად შემონახა განძი. 11 თაყაიშვილზე გისურვებთ რამდენიმე შეკითხვას. იცნობთ თუ არა 11 თაყაიშვილს? რა იცით 11 თაყაიშვილის შესახებ? თაყაიშვილის შესახებ. 11 თაყაიშვილის შესახებ? ხო. რა იცი 11 თაყაიშვილის შესახებ? რა იცი 11 თაყაიშვილის შესახებ?
ექვთიმე იყო დიდი საზოგადო მოღვაწე და მან გადაარჩინა განძი, ხატები და შემდეგ წინა შეგაცნეს. რა იცი ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ? არო არაკაური. ორი იყოს ასე. რა იცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ? ექვთიმე თაყაიშვილი ეს იყო დიდებული კაცი. ქართველი მამული შვილი, წმინდანად შერაცხული, რომელმაც საქართველოს განძი იხსნა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი კოჭლით ხაყავდა მაშინ ლევილში, სადაც ის ცხოვრობდა და იმის ძიrt იკვებებოდა. მიუხედავად შიმშილის წესერის შესასვლელის ვარ ხოდა, მას ერთი ექსპონატი არც გაუყიდია და არც ხაიემ გაიმე გამოფენაზე არ გამოუტანია, რო არ დაკარგულიყო. დაყოფინებდა მას. ნეტავი იმისთან და ქართველებს. იმისთან და ქართველებმა მოიტანეს ეს საქართველო ახალ. შეიძლება ერთი წუთში. რა იცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ? ქართველი მოღვაწე იყო, საგანძურს აგროვებდა და ჩამოიტანა საქართველოში ესე. მადლობა.